130 წლის წინ გურიაში დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა დამოუკიდებლობა. და დღეს ჩვენ 130 წლის შემდეგ 17 თებერვალს ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე მის ბიუსტთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გითხრათ. აქ ვართ, ერთად ვართ, მზად ვართ და ჩვენი სახელია მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. თქვენ ამ საზოგადოებაში გასულ 10 წლეულში ხედავდით არაერთ მოძრაობას, რომელიც ხმავა მოღებული იბრძოდა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ადევნებდით თვალს იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში იცავდნენ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ჩვენს სასიცოცხლო გარემოს. თავს დებდნენ იმისთვის, რომ სუფთა ჰაერი, წყალი, მიწა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა ადამიანისთვის. თქვენ ადევნებდით თვალყურს არაერთი გარიყული ჯგუფის ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის, საკუთარი ადგილის მონიშნვისთვის. მოკლედ, ამ ქვეყანაში ცალ-ცალკე გასული 10 წლეულის განმავლობაში არსებობდა უამრავი სოციალური მოძრაობა, უამრავი ძალა, რომელიც ცდილობდა ამ ქვეყანაში დაემკვიდრებინა სოციალური სამართლიანობა. მაგრამ დღეს ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, ისეთ მდგომარეობაში, რომ აი ეს ყველა ძალა, თითქმის ყველა ძალა, უნდა გაერთიანდეს ერთ კალაპოტად, ერთ დინებად. მე იმიტომ მივესალმები ამ ყველაფერს, რომ აქ არიან ადამიანები, ვისაც დადებითი გამოცდილება აქვს და ქვეყნის რაღაც ცხოვრებაში დადებითში ბევრი მონაწილეობა აქვს მიღებული, მათ შორის, რა ვიცი, ბუნებრივი რესურსების დაცვაში, პროფკავშირული საქმის წარმოებაში, სხვადასხვა ბრძოლებში, გამოსახლებების წინააღმდეგ ბრძოლებში, რა თქმა უნდა, სხვებიც არიან და კარგი იქნება ისინიც თუ შემოუერთდებიან, თუმცა აქ ახლა ფართო გაერთიანებაზეა საუბარი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, ესე იგი, შესძინოს საქართველოში პოლიტიკა სოციალური სახე და სოციალური შინაარსი, რომელიც აქამდე ვერა და ვერ მოხერხდა. თუ სოციალური საკითხები ისმის პოლიტიკაში, ეგ იმას ნიშნავს, რომ ხალხის ხმა ისმის პოლიტიკაში. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდეს რეალური პროგრესისკენ, სადაც სამართლიანობა, სოლიდარობა, თავისუფლება და ერთმანეთში გვერდში დგომა იქნება მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანი. წლების განმავლობაში ვიცნობთ ერთმანეთს, ვიბრძვით ერთად, მუშაობთ ერთად, მაგრამ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე და ეს კრიზისული სიტუაცია არის როგორც ქვეყანაში, საქართველოში, ასევე კარგად ვაცნობიერებთ თუ რამხელა მართლაც გეოპოლიტიკური ქარტეხილები და ქარიშხალი ტრიალებს გლობალური მასშტაბით ყველგან და აი ამ ერთი შეხედვით მართლაც გამოუვალ და უიმედო სიტუაციაში ჩვენ მაინც გაერთიანება, მოქმედება, ერთიანი ძალებით შრომა და ბრძოლა ვარჩიეთ და ეს მოძრაობა იქნება ღია ყველა ჩვენი თანამოაზრისათვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი შემოგვემატება, რაც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს, რომ დღის წესრიგში დავაყენოთ და პოლიტიკური დღის წესრიგში დავაყენოთ ის საკითხები და ის წუხილები, რომელიც ყველა ნებისმიერ რიგით საქართველოს მოქალაქეს გააჩნია, დაწყებული ვთქვათ ეკონომიკური სიდუხჭირიდან დამთავრებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით და ეს არის საკითხები, რომელიც ხშირად ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯერჯერობით არ ისმის და სწორედ აი ამ მიზნით და აი ამ განაცხადით დაფუძნდა დღეს უკვე ოფიციალურად ჩვენი მოძრაობა. და ჩვენ გვინდა რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ანუ შემოვიკრიბოთ გარშემო ყველა ის ადამიანი და ჩვენ თვითონაც მივეახლოთ იმ უკვე არსებულ სოციალურ პროტესტებს და კერებს, რომლებიც იღწვიან იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სათანადო ღირსეული პირობები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემდა, რომ ისინი იქცნენ სრულფასოვან მოქალაქეებად, ხო, რის გარშემო ვთქვათ შეუძლებელია, ხო, რომ ადამიანმა მოახერხოს, რომ ყოველდღიურად სრულფასოვნად ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესში, და კონდეს мотивация და სურვილი, რომ რაღაცა თანაგამსაზღვრელი იყოს, ხო, ქვეყნის ბედის და გონია, რომ ეს არის ის, რაც ამ წინააღმდეგობასაც გააძლიერებს
და ეს წინააღმდეგობა რომ მოგვიტანს იმ სასურველო შედეგს, რაც არის, რომ ეს არსებული რეჟიმი დასრულდეს და რაღაცა უკეთესისთვის გაჩნდეს ასპარეზი, ჩვენ უკვე ბევრად უკეთ შეიარაღებულები ვიყოთ იმისთვის, რომ ის უკეთესი მომავალი ერთად ავაშენოთ, ხო? ჩვენ ხედავთ ერთმანეთს, ხდებით ერთმანეთს, დგავართ მხარ და მხარ და ვიწყებთ მოძრაობას სოციალური დემოკრატიისთვის.